ძლebია ვაგვერდები არჩევნებს. ერთი კაცია, მე უკან ქალები და ბოლო მომენტში, ანუ ეს კაცი მიდის ესე, მე უკან ხედება მოდიან თუ არა და ბოლო კარტა რო შედიან, ბოლოჯერ ქალები მაინც ეკითხებიან. ის შემოვხაზო, ის ან ადრე უფრო მარტივი იყო ის. ეხლა უფრო რთული არის, ესე თან ხმამაღლა ხო არ შეუძლიათ თქმა. ნუ ადრე არ შეეძლოთ ეხლა რა ვინ აკონტროლებს მაგას. ესე ბოლოჯერ ამოძმე, მე შედიან. მე ზოგი ისე შეშინებული გადის. მე მგონი შემეშალა სხვა შემოვხაზე. კაი, ჩერდი არავის არ თქვა რაღაცა. ესე ლაგდება. ნუ აქაც მეთქი ამდენი მანქანა რატო არის შავები აკონტროლებენ სიტუაციას. რა ვიცი, ზოგი ფულს თავაზობს, ზოგი ზოგს აშინებს, ესე. პროსტა სიები არ აქვთ. ჩაშან სიებიც ჰქონდათ ჩემ თემში. მაგრამ რა ვიცი, იქნებ ჯიბეში უტევს. ფულიც იქვე 50-იანები და 100-იანები, ესე მარტივად რო იღოს. მერეც არიელდებათ, ესე ამოწმებენ ხელით. ესე აკონტროლებენ, რამდენი მაქვს, რო ვიცოდე. ანუ ადგილზე ხო ვერ დათვლიან ფულს ეხლა ღიად. რო ხედავენ, რომ პროფესიად ცოტა, შედიან სადღაც რავი, ესე კოლ-ცენტრები სადაც იყო, ან რო იციან. ან მანქანები მოდის, ის შავი მანქანები. მერი მოდის, ან შტაბის უფროსი მოდის და ესე მერე იმას შვებენ, ახალ ფულებს იღებენ და მერე უფრო თავდაჯერებულებია ჯიბეში რო გიდეს რაღაც 10,000 რაღაც თავდაჯერებული ხარ, აბა ვინ ხარ. შაშან ესეთ სიებით ისაქნეს რა, იმუშავეს. ან როგორი დაუშვათ მოქალაქე მოდის, ეს ტიპები დგანან ახალგაზრდები და ამბობენ რომ იმას ვიზამ, მოდი შენ ნომერს მოგიწებნიო. და ესე მარტივად რო შეხვალ არ დაიბნა რა, ნომერი გექნება და მარტივად მისცემ ხმალს. თურმე იქვეს თავაზობდნენ ფულს. ან მე კიდე მიხარო და მეთქი რა კაია ეს ახალგაზრდები მოხალისეებრივად ეხმარებიან ხალხს.